ძალიან კარგი პასი გააკეთა ოქრიაშვილმა, შემდეგ ვანდერსონი, კარგი დარტყმა, პირველი ხიფათი, პირველი ზუსტი კარში დარტყმაც და პირველი კუთხურიც გაგრელთა ლეგიონერს ჰქონდა კარგი შანსი იმისა, რომ ანგარიში გაეხსნა. კარგი მომენტი ნინუას შორეული დარტყმა და 0-1. თქვით რომ ნინუა შედის ფორმაში, თქვით რომ ნინუა იღდგენს იმ პერიოდის სათამაშო ფორმას, როცა ფორმის პიკი ჰქონდა და როცა თავისი კარიერის ჯერჯერობით საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა და ნინუა იმ ფეხბურთს უახლოვდება, იმიტომ რომ მან საჯარიმოს გარედან სეზონის სტარტზე გუნდისთვის საწყისი სამი ქულის მომტანი ულამაზესი გოლი გაიტანა და გაიტანა აქაც კვლავ საჯარიმოს გარედან, კვლავ შორეული დარტყმით, მარცხენა ფეხით ამჯერად უზუსტესი, უძლიერესი, მშვენიერი შესრულება აქ მეკარეც პრაქტიკულად უშანსოდ იყო, მეტოქისგან მიუვიდა ბურთი და საჯარიმო მოედნის გარეთ მდებარე წრესთან იდგა დაახლოებით, როდესაც შეასრულა ეს დარტყმა და ულამაზესი დარტყმით შეძლო ანგარიშის გახსნა. წოდება საჯარიმოში და 0-2 ხდება ანგარიში. ლეო ასუნსეო ახერხებს ანგარიშის 2-მდე გაზრდას. აი ასე სტანდარტული რომელიც აქცია გოლად დინამო თბილისმა და უპირატესობა გაზარდა 2-მდე. ამასობაში აფციაური აქტიურობს დარტყმა და ყოჩაღ ბელარუს მეკარეს, რომელმაც ეს ბურთი მოიგერია, კიდევ ერთი ჩაწოდება მორჩილაძე ტერფის გარენაწილი და ბრავო ბელარუსი მეკარე ყოჩაღ რომან სიპანაუს, რომელმაც ესეთი ბურთების მოგერიება მოახერხა ზედიზედ. ყველაფერი დაიწყო აქედან აფციაური სად მიიღო ბურთი ნახეთ, როგორ მოახერხა წონასწორობის შენარჩუნება, საჯარიმოს შესვლა, ტერფის გარენაწილით ზუსტი და ძლიერი დარტყმის განხორციელება, შემდეგ ჩაბრუნება საჯარიმოში და მერე მორჩილაძის დარტყმა გარე ტერფით. პაპუაშვილი მარცხნივ გადაცემა, თორნიკე ოქრიაშვილი შევიდა საჯარიმოში და არტყა თორნიკე ოქრიაშვილი რა გოლი გაქონდა მას ამ სეზონში. პირველი მისთვის თუ გაიტანდა. კვლავ ოქრიაშვილი რას აპირებდა? რა ლამაზად ჩამოიღო და მერე ერთი შეხებით სეზონის ერთ-ერთი ულამაზესი გოლის გატანა სურდა. ლამაზი გოლები და თორნიკე ოქრიაშვილი ესე კარგად ასოცირდება ერთმანეთთან. ლომინაძე და საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდა მას რომ დაესვა წერტილი და სამბურთიანი გაიხადა თავისი გუნდის უპირატესობა. გაგრძელება მარცხენა ფლანგისაკენ, პოტალოვი, ვახტანგ სალია და 0-3. ძალიან კარგი შეტევა გამოვიდა, კარგი კომბინაცია, რომელიც განახორციელა დინამო თბილისმა მეტოქის საჯარიმოში, ჩაათამაშეს ასე წრიულად ბურთი, აქ 10-იანის პოზიციაზე აღმოჩნდა საერთოდ ხარებაშვილი, რომელმაც საკვანძო გადაცემა გააკეთა. ამ ეპიზოდში ყველაფერი დაიწყო მარჯვენა ფლანგიდან ოდიკაძე, შემდეგ შვენიერი ბრუნი ხარებაშვილის გააგრძელა პოტალოვმა ცვლილებაზე შემოსულმა ფეხბურთელმა და აქ უკვე სალია დარჩათ მცველებს უმეთვალყურეოდ. აგრას აკი ოდიკაძე და 0-4. აი კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის გოლი. როცა დინამო თბილის გოლი გააქვს 99% შემთხვევაში ეს ახალგაზრდა ფეხბურთელია, იმიტომ რომ მათი შემადგენლობა სრულად ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. თემურ ოდიკაძეს კი თავის კარიერაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გააქვს სადებიუტო გოლი. მისი დებიუტი შედგა ამ სეზონში, ეს გახლავთ 19 წლის მოთამაშე, დინამო 2-ის ფეხბურთელი.